2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით 6%-ის ნაცვლად ეკონომიკა წელს 7.2%-ით გაიზრდება. ცვლილებებს პარლამენტი უკვე განიხილავს, პროგნოზის გაუმჯობესება ეკონომიკური ზრდის 10 თვის 7.6%-იანმა მაჩვენებელმა განაპირობა. პარლამენტში ასევე დარეგისტრირებულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაც, რომლის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელი 30 მილიარდ 800 მილიონ ლარამდეა, ხარჯვითი ნაწილი კი 36 მილიარდ 300 მილიონი ლარია. საფერავის საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ღვინის კალენდარში 30 ნოემბერი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით საფერავის საერთაშორისო დღედ ჩაიწერა, როგორც ასოციაციაში ამბობენ, დღესასწაულმა მოიპოვა საერთაშორისო ღვინის კვალიფიკაციის აღიარება და შესაბამისად ჩანაწერი ოფიციალურ საიტზე გაკეთდა. თავად ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც მოეწყო ნანა ჯორჯაჯის ფილმის ღვინის ნულოვანი მერიდიანის პრემიერაც. ჯორჯია კაპიტალი ჯანდაცვის სექტორის პორტფელს აფართოებს კომპანიაში შემავალმა საქართველოს კლინიკებმა გორმედის რეგიონული ქსელის 3 საავადმყოფოსა და კლინიკის შესაძენად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსგან თანხმობა უკვე მიიღო. ჯორჯია კაპიტალის ანგარიშის მიხედვით გორმედის შეძენის მიზანი შემოსავლებისა და ეფექტიანობის გაზრდაა. შესყიდვის შედეგად ჯორჯია კაპიტალის ჯგუფის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესი გაფართოებას თავის საქმიანობას გორში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს კი დაემატება დაახლოებით 80,000-მდე ამ კლინიკებზე მიბმული პაციენტი. საქართველოში სკოლების რაოდენობა მცირედით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით 2005-26 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 2292 ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათ შორის 2086 საჯარო, 206 კი კერძო. ამავე პერიოდში სკოლებში 654,000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, აქედან თითქმის 99% საჯარო სკოლაში, 11% კი კერძოში, 0.5%-ით არის გაზრდილი პედაგოგების რაოდენობა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში 66,000-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ენერგოპროექტმა ევროკავშირისგან PMI, ანუ საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი მიიღო, რამდენად დააჩქარებს პროცედურებს აღნიშნული სიახლე და რას მოუტანს წყალქვეშა კაბელი. საქართველოს სტუმართან განახლებადია ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან მაია მელიქიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ხალბატონო მაია, დიდი მადლობა დილიდან ჩვენთან სტუმრობისთვის. უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც თქვენ ყურადღების მიღმა არასდროს ტოვებთ ხოლმე თქვენი ინტერვიუს დროს, მაგრამ ახლა გვაქვს განსაკუთრებული მიზეზი, რომ ჩავშალოთ კონკრეტულად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. რას ნიშნავს პირველ რიგში? მოდით განვმარტოთ, რა ტიპის შეღავათებს ითვალისწინებს, რამდენად შესაძლებელია, რომ დროში დააჩქაროს მისი განხორციელება სწორედ ევროკავშირის სტატუსმა, რომელიც საერთო ინტერესს მოიაზრებს. პირველ რიგში ვისაუბროთ ამაზე, განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმაზე, თუ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი რას მოუტანს ჩვენ ქვეყანას და რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივად იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენ გამოვიყენოთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ისევე როგორც ენერგეტიკა ზოგადად, არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი. ეს ნამდვილად ასეა. მე ამაყივარ იმით, რომ სწორედ ეს პროექტი არის წმინდა ქართული პროექტი, ვინაიდან 2016 წელს დაიბადა ეს იდეა ამ ქვეყანაში. შემდეგ მოხდა მისი მიტანა სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მოწონებული ასე დაიწყო მოკლედ ამ კაბელის ისტორია, რო თქვა და გულწრფელი რომ ვიყო. შემდეგ უკვე მოხდა ამისი რა თქმა უნდა, გაჟღერება უკვე ევროპულ ქვეყნებთან, დაინტერესდა პირველ რიგში უნგრეთი, უნდა ვთქვა, ვინაიდან მათ სერიოზული გამოწვევა აქვთ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ბუნებრივია ჩვენ სხვა გზა არ აქვს, მოგეხსენებათ, რომ პირდაპირი კავშირი და სახმელეთო, ასე ვთქვათ, კონტაქტი არ გაგვაჩნია ევროპასთან, თუმცა ეს იქნება მაშინვე აღინიშნა პირველი შემხებლობა და დაკავშირება ევროპულ სამყაროსთან. რეალურად ამ პროექტს ემსახურება 4 მნიშვნელოვანი ქვეყანა დღეს, ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, საქართველო,
ჩვენ მხარეს აზერბაიჯანი, ხოლო ევროპის მხარეს კი რუმინეთი და უნგრეთი. შესაბამისად, ეს კაბელი ჩვენს ქვეყანას მოუტანს PMI ზოგადად თქვენ სწორად აღნიშნეთ, არის project of mutual ასე ვთქვათ interest, რაც ნიშნავს საერთო ინტერესებს. არა მარტო ასე ვთქვათ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ საკმაოდ მე ვიტყოდი მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ანალოგი არ არსებობს მსოფლიოში. ეს იქნება პირველი პროექტი მსგავსი ტიპის ამ სიგრძე კაბელის და ამ ხელა გამტარობის. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არის დაკავშირებული გამოწვევებთან, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით და სწორედ ახლა მიმდინარეობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესები, გულისხმობ ფსკერის საიღმისეული შესწავლა, ვინაიდან ჩესიმ ჩაატარა უკვე ტექნიკურ-ეკონომიკური და რა გამოწვევები გამოიკვეთა? რამდენად არის ეს გამოწვევები, ვთქვათ, საგანგაშო იმისათვის, რომ რაიმე საფრთხე შეექმნას ამ პროექტის ვადებში განხორციელებას? ჩვენ ვიცით, რომ გეგმა არის, რომ 2032 წლისთვის უნდა დასრულდეს. რამდენად რეალურია? ჩვენი გადმოსახედიდან ეს აბსოლუტურად რეალურია. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ასე ვთქვათ, მოხდეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულწილად ამ ტექნიკური პარამეტრების შეიძლება ითქვას შეთანხმება მეზობელ ქვეყნებთან. მეზობელ ქვეყნებში გულისხმობ უკვე თურქეთს, არა მხოლოდ საქართველოს, იმიტომ რომ მასაც ესაზღვრება და ისიც რა თქმა უნდა იქნება ჩართული. დანარჩენი თვალსაზრისით არ ამგონია, რომ რაღაცა გასერიოზული გამოწვევები გვქონდეს ჩვენ და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ქართველები სხვათა შორის ვიყავით პირველები, ვინც მწვანე წყალბადზე დავიწყეთ საუბარი, თუმცა შემდეგ ეს ნიველირდა, დღეს კი მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ აქტუალური თემაა. ამიტომ მუხარულები ვართ იმით, რომ ეს შესაძლებლობა, რომელიც მიეცა და თავის დროზე იდეა, რომელიც დაიბადა, უკვე განხორციელებადი, მოწონებადია. აქ გამოწვევის სახით შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. ეს არ არის პატარა თანხებთან დაკავშირებული, თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ დაჯდებოდა 2,8 მილიარდი ევრო. დღეს უკვე საუბარი არის იმაზე, რომ 3,3 მილიარდ ევროს აჭარბებს მისი ღირებულება. პირდაპირ ვთქვათ, ფინანსურად ევროპელებიც ამბობენ და ჩვენც რა თქმა უნდა ვეთანხმებით, რომ ეს გრძელვადიანი გათვლებია და დიდი ხნის განმავლობაში დიდი დრო დაჭირდება ამ თანხის ამოღებას, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს მისცემს ინვესტორებს შესაძლებლობას იმისა, რომ ამ ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, განახლებადი ენერგოწყაროების თვალსაზრისით, როგორც ჰიდროს, ასევე მზის, ასევე ქარის მიმართულებით ამ ნაწილში უნიკალური და უმდიდრესი ქვეყანა ვართ. 25% გვაქვს ათვისებული ჰიდროს მიმართულებით. სწორედ ამ ნაწილში მინდა ახლა ჩაგიკითხოთ, რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივად, პარალელურად შავი ზღვის კაბელის პროექტის განვითარებისა, იმისათვის, რომ ენერგეტიკული ხიდი, ისი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობაც გვეძლევა რეალურად რეალობაში იქნეს მოყვანილი. ესე იგი, რომ გავაგრძელოთ, 25% გვაქვს ჰიდროს მიმართულებით ათვისებული, 1,4 გვაქვს მზის პროცენტი მზის მიმართულებით და 0,4 გვაქვს ქარის მიმართულებით. საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებია, ამიტომ კარგად ხედავთ რამ ხელა აქვს პოტენციალი. რეალურად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის წარმოდგენა. ჩვენ ამას ველოდებით, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ შემდეგი 3, 5, 10 წლის განმავლობაში როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკის განვითარებას, რა არის ის სიმძლავრეები, რომლის ინტეგრაცია შესაძლებელი არის ქსელში. ამასთანავე ჩვენ ყოველთვის მომხრენი ვიყავით იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, ამიტომ დროში ცოტა ჩამორჩებით ამ მოვლენებს, უნდა ვაღიაროთ, მეტი აჩქარება გუმართებს იმისათვის, რომ დავხვდეთ 2032 წელს მზად, ვინაიდან არის საკმაოდ რისკი იმისა, ასეც უნდა ვაღიაროთ, რომ არ აღმოჩნდეს სატრანზიტო ქვეყანად. ისი არ გამოვიდეს, რომ ეს შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მოცემული, სხვა ქვეყნებმა უფრო პროდუქტიულად, სარგებლიანად გამოიყენონ და ჩვენ არ გაგვაჩნდეს ის პროდუქტი, რასაც ელექტროენერგია ქვია, იმისათვის, რომ გავიტანოთ ექსპორტზე და გავყიდოთ 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერაც მე ვიტყოდი, უფრო ძვირად და მოუტანოთ ჩვენს ქვეყანას დოლარი. ამიტომ ამ რისკს დღეს მე 2025 წლის დეკემბერში გარკვეულწილად ვხედავ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ თვითკმარი ქვეყანა, ჩვენ არ ყოფნის ჩვენი ელექტროენერგია, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული. წელს აგვისტოს თვეში ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ განგვეხორციელებინა პირველად იმპორტი ელექტროენერგიის, მსგავსი არ მომხდარა ამ ქვეყანაში, ზამთარი გაუტოლდა ზაფხულს და ამიტომ მე ველოდები, რომ მომავალ წელსაც მსგავსი იქნება, იმიტომ რომ ვერ გავექცევით. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად შევუწყოთ ინვესტორებს ხელი, როგორც ქართველებს, მათ შორის უცხოელებს, რომ პროექტები უკვე გადავიდნენ
გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. ხალბატონო მე თქვენ ახსენეთ რომ არ ვართ თვითკმარი ქვეყანა და ეს არის ჩვენი მოცემულობა და რეალობა. საინტერესოა ვისაუბროთ იმაზე, გარდა ექსპორტისა, ფინანსური სარგებლისა, სტატუსისა, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს, თქვათ ამ ენერგეტიკული ხიდის ნაწილში, ენერგოუსაფრთხოება უკვე ადგილობრივად და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარება ამაზე მიბმულად რამდენად არის მნიშვნელოვანი და დამოკიდებული ამ პროექტზე. ძალიან კარგი კითხვა. ელექტროენერგია ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში გარკვეული პროცენტული წილით არსებობს. ამიტომ აპრიორი უნდა ვიცოდეთ ის, რომ აბსოლუტურად მისი თვითონ ფასის ზრდა ან შემცირება ინფლაციაზე, ან თქვენ ეკონომიკა ახსენეთ, პირდაპირ კავშირში არის ინფლაციასთან. ამიტომ შესაბამისად ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ერთ-ერთი კომპონენტია და არაბუნებრივია ერთადერთი ენერგოუსაფრთხოების და თქვენ პროექტზე სწორად აღნიშნეთ, ეს არ მოუტანს მარტო დოვლას, არ მოუტანს მარტო თქვათ ჩვენს ქვეყანას გარკვეულწილად სტატუსის აწევას, ეს მოუტანს უსაფრთხოებას არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ზოგადად რეგიონს. ამიტომაც გარდა ერთისა, რომ ევროპას უჭირს ელექტროენერგია და ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით გააძლიერებს თავის მდგომარეობას, ამასთანავე ჩვენთვის ეს არის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. კი ბატონო და მივდივართ ბოლოსკენ და უახლოესი 12 თვის რეალურ გეგმებზე მინდა გკითხოთ და თქვენს ხედვაზე რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აი ეს რისკები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და აღნიშნეთ, რომ 2025 წლის დეკემბერში თქვენ ეს მოსაზრება გაქვთ, გაბათილდეს და გადავიდეთ უკვე რეალურად გადადგმული ნაბიჯების მიმოხილვაზე. პირველ ეტაპზე, რასაც ველოდებით, როგორც აღნიშნე, ეს არის სტრატეგია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა დოზით შეიძლება ინტეგრაცია განახლებადი ენერგოწყაროების ჩვენს ქსელში. შემდეგ აუცილებლად უნდა მივიღოთ გრედას მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ადგილობრივ მოსახლეობას ვაგრძნობინებთ იმას, თუ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეთ მათ. კიდევ ერთხელ ავხსნით, თუ შეიძლება ამას და მადლობას გამოვუცხადებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირადად ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს, იმიტომ რომ დაძრა ეს თემა, ანუ ის პრობლემები, რომელიც არსებობდა აქამდე ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, დღეს უკვე დისკუსიის რეჟიმში არის გადასული და სხვა სამინისტროების ჩართვის დიდი სურვილიც გვაქვს. ეს მისცემს შესაძლებლობას მოსახლეობას უპასუხონ კითხვაზე მე რა, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის. ელექტროენერგია ჭირდება ქვეყანას, ელექტროენერგია ჭირდება ინვესტორს იმისათვის, რომ თავისი ასე ვთქვათ შემოსავალი დააგენეროს, მაგრამ მოსახლეობას სწორ კითხვას ვავს. მე რა და ამ კითხვაზე ჩვენ გავცემთ პასუხს და ვცემთ ამ კანონპროექტით. და ამასთანავე ბუნებრივი არის ის, რომ ჩვენ ველოდებით მესამე CFD აუქციონს იმისათვის, რომ შესაძლებლობა მივცეთ უკვე ახალ, კვალიფიციურ, კომპეტენტურ ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ მდგრადი ფინანსური მდგომარეობა, აქვთ ისტორია, გამოცდილება ამ სექტორში ყოფნის მრავალწლიანი საქმიანობის შესაძლებლობა და უკვე დამტკიცებული აქვთ ეს, რომ შევიდნენ ამ კონკურენციაში და უკვე ისეთი პროექტები განხორციელდეს, რომელიც აღარ ჩამოიდება, ასე ვთქვათ, თაროზე და ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ განხორციელდეს და აღარ გქონდეს ეს პრობლემები, რომლებზეც კი ბატონო და ძალიან მოკლედ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და გაღრმავებაზეც რომ ვისაუბროთ, აქედან გამომდინარე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პარალელურად რეგიონული თანამშრომლობის და რეგიონში, ვთქვათ, ჩვენი ადგილის დამკვიდრებისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინაიდან აზერბაიჯანმა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაიწყო განახლებადი ენერგოწყაროებიდან ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა. მან შეიყვანა ისეთი კომპანია თავის ქვეყანაში, როგორიც არის მასდარი, ასე ვთქვათ, რომელიც აწარმოებს მრავალწლიანი ისტორია აქვს უკვე მზის ენერგიის მიმართულებით ელექტროენერგიის წარმოებელი გენერაციის ობიექტების მშენებლობისა. რაც შეეხება სომხეთი საკმაოდ აქტიურია უკვე ამ თვალსაზრისით, მათ აქვთ ბევრი მზის ელექტროსადგურები, თუმცა გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევა, რომ მათ ისინი უკვე გადადიან ახალ ეტაპზე, რაც არის დამაგროვებელი და სტორიჯები. ამ ნაწილში ჩვენ ძალიან გვჭირდება სომხეთთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენ დაგვიდგება ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც ისინი განანთხეს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ სამი ქვეყნის ძალიან აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ რეგიონალურად ჩამოყალიბდეთ ძლიერ მოთამაშედ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეს სტუმრობისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო საუბრისთვის და განმარტებებისთვის, ძალიან ნათლად დანახებისთვის იმ სურათის, რაც რეალურად დღეს არსებობს. დაგემშვიდობებით და მოვლენათა განვითარების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენთან გელოდებით სტუდიაში განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელსაც უკვე ახალი სტატუსი აქვს და მან ევროკავშირის საერთო ინტერესი მიანიჭა.